შვედეთისა და საქართველოს გარემოს დაცვის სააგენტოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სწორედ შვედეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარეობს ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის შექმნის პროექტი. სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და 2019 წელს დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი 9 მილიონ შვედურ კრონას შეადგენს. შვედეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად დავიწყეთ ახალი სამწლიანი პროექტი, რომელიც გულისხმობს ნარჩენების მართვის ახალი ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარებას. სახიფათო ნარჩენების მართვაზეა საუბარი, ასევე ბიოდეგრადირებელი ნარჩენების მართვის მენეჯმენტის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე. პროექტის მიზანს წარმოადგენს ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების დანერგვა, რაც დაეხმარება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მომუშავე კომპანიებს ნარჩენების მართვაში და ჩამოაყალიბებს ისეთ სისტემას, რომელიც პასუხობს ევროსტანდარტებს და ევროდირექტივებს ამ მიმართულებით.